რუბრიკა Advisor-ის პარლებში მიეძღვნა ელექტრომობილების ბაზრის ინდუსტრიის განვითარება საქართველოში, რა ტემპებით და როგორ იზრდება ელექტრომობილების მოხმარება ქვეყანაში, იმავდროულად როგორ გაიზარდა და შეიცვალა მომხმარებლის ქცევა მოთხოვნები. ცხადია, საუბრისას დაზღვევის თემებს ვერ ავწდებოდით, მით უმეტეს ჩვენი სტუმარი კომპანია E-Motors Georgia-ს გენერალური დირექტორი ინა დარჩია. საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული აღმოჩნდა სადაზღვევო ინდუსტრიის დეტალებშიც, ამიტომაც მისი და ჩვენი თანაწამყვანის სადაზღვევო კომპანია Wiser-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სოფო ლებანიძის საუბარი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ამაში ახლა თქვენს დარწმუნდებით ნახოთ Advisor-ის მორიგი რუბრიკა. მოკლედ ვიწყებთ Advisor-ის მორიგ გადაცემას და მადლობა ინა დარჩიას რომ არის ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. წლის ბოლოა და როგორ მიდის ამბები? დაკავებულად ალბათ, ხო? დაკავებულად გადარგვენაზე, როგორც წლის ბოლოს შეფერება ისე, ყველას უნდა საახალწლო საჩუქრები მოასწროს და ჩვენც ვართ მოსწრებაზე, რომ არავის იმედი არ გაუცრუოთ. შემშვენიერი საჩუქარი იქნება, ხო? ძალიან. რა საჩუქარი გაქვს დღეს საახალწლოდ ჩემთვის წელს? E-Motors-იდან მაქვს საჩუქარი. კი, კარგი საჩუქარია ნამდვილად და ჩვენც მაქსიმალურად ვინდომებთ, რომ არავის იმედი არ გაუცრუოთ. 20-25 სანამ წელს ცალკე შევაჯამებთ და ჩვენ დავждდებით ეს იქნება წლის ბოლომდე ან წელს ერთად გავხსნით ეთერში. ზოგადად კარგად ჩაიარა? კი, კარგად ჩაირა ჩვენთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ გეგმაც ჰქონდა, რომ ახალი ფილიალი უნდა გაგვიხსნა, გავფართოვებული ყავით ეს შევასრულეთ. რაც ვთვლი, რომ ჩვენი ნომერ პირველი გეგმა იყო ამ წლისთვის, გაყიდვებმაც იმედები არ გაგვიცრუა და ვნახოთ ხა როგორ დაიწყება ახალი წელი. მე მგონია რომ უფრო წარმატებული იქნება და ბევრად წარმატებ. მადლობა დიდი იმედი გუნდია ისეთი კარგი ძრავით და ელექტროძრავია. დიდი მუხტი აქვს და ზუსტად. ესეთია ირინა. და გარანტირებულად რო დადის და არასდროს რო არ ჩერდება. და გარანტიაც რომ მოყვება. კი. მაგრამ მანდაც რისკებია და მართვა უნდა. გისმენთ სოფო? გადავინაცვლოთ რისკებზე და რა თქმა უნდა, ბევრი წარმატება მომავალ წელს და ბევრი გამოწვევა, რომელიც შეიძლება რომ იყოს დარწმუნებული ვარ, რომ ამას ყველაფერს ძალიან კარგად მოევლება. მაგრამ ნებისმიერ ბიზნესს აქვს თავისი სტრატეგიული მიზნები და გამოწვევები და ამ გამოწვევებს ლოგიკურად სჭირდება მართვა. სტრატეგიულ მიზნებსაც გარკვეული რისკები ახასიათებს და როგორ ხედავთ მომავალში? ეს იქნება 2026 წელი ან შეიძლება საშუალოვადიანი პერსპექტივა იყოს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამი რისკი და გამოწვევა, რასაც თქვენ ახლა ხედავთ და როგორ ფიქრობთ, გამკლავებადია ეს ყველაფერი? ცოტა შორიდან დავიწყებ, ანუ რისკები ძირითადად იყო ნდობაზე, რამდენად გვენდობოდა მომხმარებელი, რაც ვფიქრობ გადავლახეთ. მეორე იყო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კლიენტს გაეთავისებინა ის რისკი, რომ თუ ავტოკატასტროფა მოხდებოდა, მანქანა უნდა ყოფილიყო დაზღვეული. ეს იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ქართველებს საკმაოდ არაფერი არ მომივა, ზოგადად ესეთი მიდგომა იყო. თუმცა მაგაშიც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი როლი ვითამაშეთ ჩვენი რჩევებით, რომ დაზღვევა ყოველთვის კარგია და ეხლა ვიტყვი 100%-დან 100-ვე გადის დაზღვევით ავტომობილი. ესე იგი სტერეოტიპებს რო ვამსხვრევთ, გიორგი, აგერ ერთი მაგალითი სტერეოტიპის დამსხვრევის, რომ დაზღვევა საჭირო არ არის, მაგრამ ელექტრომობილის მძღოლები თვლიან, რომ დაზღვევა აუცილებელია. იცით რა, არა მარტო ელექტრომობილი, შიდაწვისწროვიან ავტომობილებზეც უკვე მიხვდნენ, რომ ცენტრიდან, როდესაც მანქანა გამოყავს და არის გარანტიაზე, რა თქმა უნდა, ჯობია რომ იყოს დაზღვეული. ეს საინტერესო ჩანართია, იმიტომ რომ ეს ქცევა და დამოკიდებულება მანქანის დაზღვევაზე საინტერესოა, შეიცვალა მხოლოდ იმ მომხმარებლებში, რომლებიც ცენტრთან ურთიერთობენ თუ მეორად მანქანებში. როგორია თქვენი აზრი და დაკვირვება? ვფიქრობ, რომ ზოგადად შეიცვალა მიდგომა, იმიტომ რომ აი ჩემს გარშემოც რო ვკითხულობ, სახლიც დაზღვეული აქვს უკვე ყველას, ანუ დაზღვევა იმდენ ჯანმრთელობაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არის დაზღვევის ქონა, რომ მე ვიძახი ხოლმე, რომ ჩემი საყვარელი სადაზღვევები თუ გააკეთებენ ძაღლის დაზღვევას, ძაღლსაც დავასღვევს თქო, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი, ყველანაირი რისკი დაზღვეული უნდა ქონდეს ალბათ ცხოვრებაში. გავაკეთებთ აუცილებლად. გელოდებით შემოთავაზები. ამ სიახლეებითაც შემოვალთ, იმიტომ რომ ჩვენი ბრენდის კონცეფცია რეალურად Wiser-ის არის ის, რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ თავისუფლად, გამბედავად და ყველა რისკი, რაც მათ ცხოვრებაში უქმნის რაღაცა ფორმის დისკომფორტს,
ეს დისკომფორტები მათ დაზღვევის მხარეს უნდა გადაიტანონ და ამისთვის არსებობს ჩვენი ბრენდი და შინაურ ცხოველებსაც დავაწყოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მაგაშიც ამ შემოგვიერთდებით. სიახლებით აუცილებლად დაგიბრუნდებით. საინტერესოა მომხმარებლის ქცევა და თქვენ თქვით, რომ ძალიან დიდი იყო ზრდის ტენდენცია, წარმატებების ნიშნულებიც მიღწეულია, მაგრამ ყველა ბიზნესს აქვს თავისი გამოწვევა, როდესაც იზრდება მომხმარებელს აქვს თავისი მოლოდინი, ეს არის სერვისი, ეს არის მათზე ზრუნვა, თუნდაც და როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას მიყვება თუ არა მომხმარებლებისადმი დამოკიდებულება ლოიალობის და სერვისის თვალსაზრისით? აუცილებლად ეს თუ არ იქნება მომხმარებელი არასოდეს კმაყოფილი არ ეყოლება კომპანიას. მე ესე ვფიქრობ, ანუ ბევრი წელია, თითქმის 20 წელია მომსახურების სფეროში მუშაობ და შესაბამისად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კლიენტი და იმდენად დიდი მოთხოვნა მაქვს მე თვითონ სადღაც რომ მივდივარ და მომსახურება მინდა რომ მაღალ დონეზე შემომთავაზონ, რომ ამას ვთხოვ ჩემ ყველა თანამშრომელს და ვერც ერთი ჩვენი მომხმარებელი ვერ იტყვის, რომ თუნდაც ჩემთან თუ უნდათ რაიმე ჩემი ჩართულობა თუ ჭირდებათ, აი მართლა ყველა დამფუძნებლიდან დაწყებული, აი დიასახლისით დამთავრებული ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და სერვისი მივაწოდოთ მაღალ დონეზე. გამოწვევას რაც შეეხება, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის მაინც დამტენების არსებობა არის და გამრავლება, სერვისი, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა. უფრო ინფრასტრუქტურა კი სწორად შენიშნა არის. ანუ სერვისი ჩვენ ვაწვდით ჩვენს მომხმარებელს, ჩვენი სერვის ცენტრი გვაქვს, თუმცა ინფრასტრუქტურას ჩვენ მთლიანად ვერ მოვაწყობთ ქალაქში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ბევრი ისეთი კომპანიის გამოჩენა, რომელიც ამ ელექტროდამტენებს დააყენებს ყველგან და მიხარია, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთმა კომპანიამ იმდენი SMS-ი მომწერა გამრავლებასთან დაკავშირებით, რომ მივდივარ და ყველა SMS-ზე მივდივარ და ტესტავ თვითონ დამტეს მე როგორც ელექტრომობილი მომხმარებელი და ეს არის აი მართლა არ ვიცი წარმოუდგენელი მხარდაჭერა ჩვენნაირი კომპანიებისთვის და იმ ადამიანებისთვის ვინც თვლის რომ ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ანუ მომხმარებლის ქცევა შეიცვალა და ისინი უპირატესობას ანიჭებენ ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებას ეკოლოგიიდან და ბევრი სხვა მიზეზებიდან გამომდინარე. მეორე არის გარდაქცევისა რეალურად დამოკიდებულებაც შეიცვალა, იმიტომ რომ თვლიან რომ ეს არის უსაფრთხო და ბევრად უფრო სასარგებლო საშუალება გადაადგილების. ინფრასტრუქტურის ნაწილზე ვთვლით რომ გარკვეულწილად არის გამოწვევა, მაგრამ აქაც გამოსავალი იწყება, გზები არის. ჩვენ რომ დავიწყეთ 2 წლის წინ, აი 2 წლის ხვდებით 21 დეკემბერს და 2 წლის წინ რომ დავიწყეთ, ფაქტიურად არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, ძალიან გაგვიჭირდა მომხმარებლამდე იმის მიტანა, რომ ელექტრომობილი არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მათ უწევდათ, რომ აუცილებლად სახში უნდა დაეყენებინათ დამტენი. იყო დაუმთავრებელი რიგები იმ ცოტა დამტენზე, რომელიც რეალურად ქუჩაში იდგა და ამიტომ ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ეხლა უკვე წამოვიდა ისეთი კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ ამ ყველაფერს და მართლა ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ეს მათი ბიზნესია, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესისთვისაც ძალიან ხელშემწყობი არის, როგორც ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა. იცი რა დამოვისდა თქვენთვის მომაყოლა? ჩვენი გადაცემის გასვლის პარალელურად აი ამ დღეებში იხსნება პირველი სადგური. სრულად ოღონდ ელექტროდამტენებთან. აი წარმოიდგინეთ შიდაწვის მანქანების ჩვეულებრივი ავტოგასამართი სადგური რო არის, იქ არ იქნება საწვავი. აჰა, ვიცით. საქმის კურსში ვართ. ეკოსადგური. ეკოსადგური, რომელსაც ხსნის სოკარი. ჩვენი და საინტერესო სიახლე. ან მეზობლად ან იმავე ქუჩაზე, მეზობლად თუ იმოტორსის. გასაგებია. რაღაც პირველი იქნება ყოველ შემთხვევაში აი ეს სადგურის მაგვარს ვამბობ რა, ანუ არა კომპილაცია, არა მედისა. მე როგორც ვიცი, სრულად ელექტრო. სრულად ელექტრო ასე ამბობენ თვითონ კი და ამიტომ აი ხა იქნება პრეზენტაცია და ნახავთ. ძალიან ველოდებით, სიმართლე გითხრათ, ძალიან კომფორტი არის. აი მართლა ყველა ფეხის ნაბიჯზე ერთ ქუჩაზე რა 3 და 4 დამტენი აყენია, ეს უკვე არის უდიდესი ხელშეწყობა იმისთვის და წახალისება მომხმარებლისთვის, რომ ყავდეს ელექტრომობილი და არ უნდა ირბინოს სხვადასხვა ქუჩებზე, რომ და იმ ადგილსო პარკირებაზე არ იყენებენ. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს კიდე ეს ალბათ ცევის ნაწილია ხო, კიდე ეს ცევის ნაწილი უნდა გამოუმუშავდეს ალბათ სხვა დანარჩენი ავტომობილების მომხმარებლებს, რომ პარკინგად არ გამოიყენონ. ისე სხვათა შორის კიდე ძალიან საინტერესოა თვითონ ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ევროპულმა დედაქალაქმა გადაწყვიტა, რომ რაღაც სტრატეგიულ მიზნებშიც კი გაითვალისწინოს, რომ
რომელიღაცა წლის მერე, თქვათ 2030 წლისთვის იქნება სრულად ელექტროფიცირებული სატრანსპორტო ეგრეთ ჩემი ოცნება რომ საქართველოს ეგრე იყოს. როგორია თქვენი პერსპექტივა? როდის იქნებით ასეთი? ის მომხმარებლებიც კი, ვინც შემოდის შოურუმში და იმ ბოლოს მაინც გადაწყვიტავს, რომ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი იყიდოს, იმიტომ რომ ზოგს ეზარება დატენვა. ერთმა მომხმარებელმა თქვა, რომ ნუ რა არის ესო ყველაფერს ტენითო ყურსას მენსო ტელეფონსო სიგარეტსაც ტენისო ხო მანქანა არ დამატენინა ძალიან გთხოვთ. თუმცა ისინიც კი აღიარებენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში მომავალი არის მხოლოდ ეს. და ამიტომ იმედი მაქვს, რომ 5 წლის მერე ისევ რომ შევიკრიბებით, ამაყად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯები ჩვენ გადავდგით ამ ყველაფერს ხელშეწყობისთვის. იმიტომ რომ ეს მართლა ეკოლოგიის ნაწილიც არის და ჩვენი ჯანმრთელობის ნაწილშიც ასევე ძალიან წელს მაგრად გამიმართლა და სკანდინავიის 4 ქვეყნიდან 3-ში მომიწია საქმიანი ვიზიტით ყოფნა. ბოლო იყო ოსლო. სნოჰიტა შემოდის საქართველოს ბაზარზე და ლისე ზელეიქის პროექტს აპროექტებენ და ოსლოში გადავადგილდებოდი, მათ შორის ტაქსითაც, აკრძალულია შიდაწვის ტაქსი. და ნუ ტაქსისტებთან როგორც აქ, იქაც კონტაქტში კომუნიკაცია. სრული ბოლომდე სად ვიყავით აქამდე? ოღონდ იქ რაც იმოტორსმა დაიწყო არასრული 2 წლის წინ ირინა იაფი ფულის გამო სოფო ისე არიან წინ წასულები პირდაპირ იძახიან 5-7 მოგებაზე თვის განმავლობაში სეცხით გამოყვანილი და ლიზინგით გამოყვანილი მანქანების მანდაც ალბათ ხელშეწყობა ლიზინგის და სესხის კუთხეში სჭირდება ფასი უნდა იყოს აქ დაბალი რეიტები კი და რადგან სხვაგან ვიქნებით კი. ხო. სხვათა შორის საქართველოშიც აეროპორტის ტაქსები უკვე სულ ელექტრო არის ერთ-ერთ კომპანიას ესეთი მოთხოვნა. ესეთი არჩიეს, ხო? კი. ხო, სულ უნდა იყოს აეროპორტზე უნდა იმუშაოს ელექტრო ავტომობილებმა. ხო, ესეც სტრატეგიის ნაწილია. გავიგეს? სტრატეგიის ნაწილი. ნაბიჯებია. რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ქვეყნის პრესტიჟიც არის, რომ ჩამოდის ტურისტი და მხოლოდ ელექტროავტომობილი რო ხვდება გარეთ, ესეც ალბათ ძალიან საინტერესოა. ირინა, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც კონკრეტულად ამ ბიზნესში და ზოგადად მომსახურების ინდუსტრიაში გაქვთ. 2000-ული წელიწადი მე ეს არ ვიცოდი. მაინც რას უყურებთ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს სადაზღვევო ინდუსტრიასთან ურთიერთობაში. ანუ ერთია რაც შესავალში გავაკეთეთ, რომ დაზღვევა უნდა ყველაფერსო და მე ისე ვარ რომ ამის ჩემი შინაური ცხოველების დავაზღვიო. კი, სიამოვნებით. ხო, მაგრამ მეორეს მხრივ ამ სექტორთან ურთიერთობაში იმ ინდუსტრიაზე, რომლის ერთ-ერთი აღმასრულებელი დღეს თქვენ ბრძანდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი რა? მოქნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგი რომ დადგება რაღაც კონკრეტული პრობლემა კლიენტისთვის, რომელიც სადაზღვევო სასანაზღაურებელი არის, არ უნდა მოხდეს დროში გაძლიერება, თორე ეს პრობლემას უქმნის თვითონ კლიენტს. როდესაც მანქანა არის დაზღვეული და შემოდის სერვისზე, სანამ დაზღვევო თანხას არ ჩარიცხავს რეალურად მიღებული ინვოისიდან, ვერ ხდება მანქანის გაკეთება. ამიტომ მოქნილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ გამოვყოფ ნამდვილად თქვენ კომპანიას, რომ ძალიან მოქნილოდ მუშაობთ, არ ვიცი რისი ბრალი არის, მაგრამ ალბათ უფრო იმის, რომ თავიდანვე თანამშრომლობთ და კარგი მენეჯმენტი ყავს ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა. კარგი თანამშრომლებიც ყავთ, მინდა ვთქვა ჩვენთან ვინც არის მომაგრებული, ძალიან კარგი გოგო არის. და არანაირი პრობლემა კლიენტს არ ექმნება ამ შემთხვევაში. თუმცა თავიდან იყო რაღაც პრობლემები გარკვეულ სადაზღვევო კომპანიებთან, ზოგს არ უნდოდა რომ ჩვენთან გაეკეთებინა. ყველას თავისი სერვისი აქვს, ის მოკლედ, მაგრამ რაღაცნაირად დაალაგდა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყვნენ მოქნილები. პირველ რიგში მოქნილობა არის ალბათ ყველაზე უპირატესი. სხვათა შორის უნდა ვთქვა ის, რომ ელექტრომობილების დაზღვევა ზოგიერთ სადაზღვევო კომპანიას სიფრთხილით ეკიდება. კი ბატონო, და ჩვენ ამ ნაწილში ვიყავით გამბედავები და ძალიან საინტერესო თანამშრომლობა შედგა. კი, პირველივე თქვენ იმიტომ რომ ჩვენს რეალურად ვფიქრობთ, რომ ესეც ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, იმიტომ რომ ძალიან გვინდა, რომ ბიზნესის ეს მხარე განვითარდეს, ადამიანები ბევრად უფრო მეტი მოტივაციით გადავიდნენ შიდაწვიდან ელექტრომობილებზე და ესეც ჩვენი ხელშეწყობის ნაწილია, რომ ჩვენი განცხადებული პოლიტიკა არის, რომ ელექტრომობილების დაზღვევაში ვიყოთ ძალიან საინტერესო
და მხარდაჭერები. ხალხდამჭერები. ამიტომ ჩვენ გონია, რომ სტრატეგიულ მიზნებში კი თანხმედრა გვაქვს. თავსებადია ჩვენი სტრატეგიული მიზნები. ნამდვილად. წარმატებები თქვენს თანამშრომლობას და საუკეთესო წელი თქვენ. დიდი მადლობა თქვენს ბევრ წარმატებას გისურვებთ და გილოცავთ დამდეგს. ასევე დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს იყო Advisor-ის მორიგი გადაცემა ირინა რჩიასთან და სოფო ლებანიძესთან ერთად. მადლობა.